საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 214 ლარით გაიზარდა და 271 ლარი შეადგინა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 156, კაცებში კი 287 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს, მონაცემები შეაფასეს გორში რიგით მოქალაქეებმა. არ ვიცი, მე არც არ გამიგია 1700 ახლა იშვიათები კი არიან, მაგრამ 2000-ს რო გქონდეს რომ ისეთი დრო არის რომ ეგეც არ გეყოფა. ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერი ცეცხლი უკიდია და აი რა უნდა გეყოს. ის კომუნალური გადასახადები აუცილებელი უნდა გადაიხადო. იქ არის და ღმერთმა არავის არაფერი დააჭიროს, ექიმთან უნდა მიხვიდე, იქ ბავშვი იქნება, იქ რაღაცა უნდა ეკიდო. აი როგორ უნდა გვეყოს შვილო. და თან არის 200 ლარი. უფრო ნაკლებია. ალბათ არია, მაგრამ შეგვარა გითხოთ. რა ხალხი მართლა თქვენს იქნება. ალბათ ხო დაუჯეროთ ვიღაცას არა. ერთხელ ხომაც უნდა ვენდოთ. საერთოდ. რა ვინ ამუშავებს იგი სასაგაივლი გამოივლი უსაქმურები და გაზის რა მოგახსენებს, მაგრამ როგორ გაიზარდა არაფერი მომატებული არ არის. არ მგონია მოემატათ ხელფასები თუ როგორ არის. ახლა პენსიებს კი გვიმატებენ ცოტა მცირედ ახალწლიან. მაინც უჭირს ხალხს უმრავლესობა მაინც როგორც იმატებს რაღაცა ხელფასს, ისევ მაღაზიებს შევტყობა და უკვე უწევენ მაღალ ფასებს. რა იცება. ადგილზე განაცვლი ჯამი არ იცლებაო, ნათქვამია. კობახიძე ბატონო იმას შვრება. თავისი ხელფასით ანგარიშობს საშუალო ხელფასიო და საშუალო ხელფასი 10000 ვისა, 1000 ლარიც არ აქვს საშუალო ხელფასი. 20 ლარი მოგვიმატეს, მაგრამ პენსიები და პროდუქტი გაძვირდა.